საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში PSG-მ ნიცა უმძიმეს მატჩში 1-0 დაამარცხა პირდაპირ მნიშვნელობით ბოლო წამზე გატანილი გოლით, რადგან გოლის შემდეგ თამაში არც განახლებულა. საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. ფრანგულმა მედიამ ნიცას წინააღმდეგ კვარას თამაში შემდეგნაირად შეაფასა. Maxi Foot. პირველ ტაიმში დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში გადამწყვეტი როლი ითამაშა, როცა მეტოქის დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. მეორე ტაიმში ნიცას დაცვას უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა, რაც მთავარია, მატჩის ერთადერთ გოლში გადამწყვეტი როლი ითამაშა. Culture PSG. მისი შეხება ბოლოს გადამწყვეტი იყო. ბევრი იბრძოლა, მაგრამ დუელებში ისევ უჭირს. Foot Mercato. პირველ ტაიმში რამდენჯერმე აწამა მელვინ ბარდი. ტემპის ცვლილებები ის იყო ნაპერწკალი, რომელიც PSG-ს შეტევებს აღვიძებდა. ნიცას მცველებიც ხშირად ფეხდაფეხ დაყვებოდნენ. მან შესანიშნავად ითამაშა კუთხურიდან ლის ჩაწოდების შემდეგ, როდესაც რამოშმა გაიტანა. Tribuna.com. გადამწყვეტი თავით პასით, რასაც გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში მარცხენა ფლანგზე ითამაშა. პირველი ტაიმი კი იმედგაცრუების მომგვრელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. თუმცა მეორე ნახევარში კატალიზატორის როლი იდეალურად შეასრულა. მისი საუკეთესო მატჩი სეზონში ჯერჯერობით ეს იყო. ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბოლო დროს მოტივაციის ნაკლებობის გამო საყვედურობენ, პარის სენ-ჟერმენს მოგებაში დაეხმარა. ლუის ენრიკემ კვარაცხელია შეუცვლელად ათამაშა, თავიდან შეტევის მარჯვენა ფრთაზე, მოგვიანებით მარცხენა ფლანგზე და გამუდმებით წნეხში აქცევდა სტუმართა დაცვის ხაზს. ქართველი შემტევი არამხოლოდ თავდასხმის ხაზში იყო აქტიური. ერთ ეპიზოდში ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან თავითაც კი გამოიტანა. ამ გამარჯვებით პარის სენ-ჟერმენმა 24 ქულა დააგროვა და საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ტრაუმირებული ალისონ ბეკერის არყოფნაში გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის კარი ყველა ტურნირის ზედიზედ მეშვიდე მატჩში დაიცვა. ლივერპულმა პრემიერ ლიგაში 4 მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. შინ ასტონ ვილას 2-0 აჯობა. ეს იყო გიორგი მამარდაშვილის პირველი მშრალი მატჩიც ინგლისური გრანდის რიგებში. ლივერპულური მედიისგან ქართველი მეკარის თამაშს კარგი გამოხმაურება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ ქონია. მამარდაშვილზე წერენ. Liverpool.com. მე-18 წუთზე ბრწყინვალე სეივი კეშის დარტყმის შემდეგ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასტონ ვილამ ნამდვილად გამოსცადა სათადარიგო მეკარის შესაძლებლობები. This is Enfield. ალისონის არყოფნაში მამარდაშვილმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. მეტი კეშის ჩაწოდება ბრწყინვალედ მოიგერია. შემდეგ როჯერსის დარტყმას გაუმკლავდა და ზოგადად თავისი საქმე შეუფერხებლად გააკეთა. ეს იყო მამარდაშვილის პირველი მშრალი მატჩი ლივერპულის ფეხბურთელის რანგში. Liverpool Echo. პირველ ტაიმში კეშის და როჯერსის წინააღმდეგ კარგი სეივები მიითვალა. მეორე ტაიმი კომფორტული ჰქონდა. ინგლისის მოქმედ ჩემპიონებს 18 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ. გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა ესპანეთის ჩემპიონატში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მარსელინო გარსია ტორალის გაწვრთნილმა გუნდმა მე-11 ტურის საშინაო შეხვედრაში რაიო ვალეკანო მიიღო და 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძელთა ქართველ თავდამსხმელს საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ქონია და მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა, თუმცა საგოლე გადაცემა მაინც მიითვალა. მიქაუტაძემ წვლილი ვილიარეალის პირველ გოლში შეიტანა. ჟორჟი რაიო ვალეკანოს მცველის მოტყუებას და საჯარიმოში შეღწევას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა, თუმცა ბურთი მორენოს მიუვიდა, რომელმაც ცრუმოძრაობის შემდეგ შორეულ ძელთან იდეალურადაც დაარტყა. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, შესვენებაზე მარსელინო მის შეცვალა. გიორგიმ საგოლე პასი მიითვალა, როცა ჟერარ მორენომ გაიტანა, მაგრამ ეს უფრო სტატისტიკისთვის იყო პასი. გოლის მომენტში ყველაფერი მორენომ გააკეთა. მიქაუტაძის თამაშით უკმაყოფილო დარჩა ვილიარეალის მწვრთნელიც, რომელმაც ეს მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე პირდაპირ თქვა. მარსელინოს ჭერა გიორგის, თუმცა მის განცხადებებში კრიტიკა მაინც შეიმჩნევა. ჯერჯერობით არც ერთი ფეხბურთელი არ არის იმ დონეზე, სადამდეც ვფიქრობ, რომ თამაში შეუძლია. მიქაუტაძის შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო. თავდამსხმელობა ძალიან რთულია, რადგან კონკურენტი ყოველთვის ხავს და ამიტომ სათამაშო დრო შეზღუდული გაქვს. გადაწყვეტილებების მიღებაც უფრო რთულია. მაგრამ ეს პროცესია, მას ძალიან კარგი თვისებები აქვს. დღეს კარგი თამაში არ ქონია, თუმცა ეს ნორმალურია. გუნდი ყოველთვის ნებისმიერ ფეხბურთელზე მაღლა დგას. ვილიარეალში სათამაშოდ კარგად უნდა ითამაშო. ეს ბუნებრივად უნდა მივიღოთ.
ის ზოგიერთ მატჩში გადამწყვეტი იყო, ზოგში არა და უფრო არასტაბილური. გიორგის კარგი დამოკიდებულება აქვს, ძალიან კარგი ბიჭია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს, თქვა მარსელინომ. გიორგი მიქაუტაძეს კონკრეტულად ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა. ყველა ტურნირზე კი 11 შეხვედრა, 4 გოლი, 2 საგოლე პასი. ჯერჯერობით ვილიარეალი ლა ლიგაში 23 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-6 გოლი გაიტანა და ეს საჯარიმო დარტყმით მოახერხა. სენტ-ეტიენის ქართველმა შემტევმა თავი მე-13 ტურში რედ სტართან გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა. სამწუხაროდ, ზურიკოს ბრწყინვალე გოლმა მწვანეები უშუალო კონკურენტთან მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ზურიკოს სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ათამაშა. ზურიკომ საჯარიმოს შესრულების შანსი 72 წუთზე მიიღო. დავითაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთმა ცოცხალ კედელში გაიარა და რედსტარის კარში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილმა გოლი ლიგა 2-ის ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა. სენტ-ეტიენს 13 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა. ბუდუ ზივზივაძემ ნავსი გატეხა. ჰაიდენჰაიმის ქართველმა თავდამსხმელმა 25-26 წლების ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა. 31 წლის სპერპურთელმა ეს ფრანკფურტის აინტრახტთან მე-6 წურის საშინაო დაპირისპირებაში მოახერხა, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა. ბუდუმ, რომელმაც თამაში ჰაიდენჰაიმის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ანგარიშის გახსნა 32 წუთზე, მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევისა და არიონ იბრაჰიმოვიჩის კარგი გადაცემის შემდეგ შეძლო. ჰაიდენჰაიმმა 3 ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო. 1-1-ის შედეგად ჰაიდენჰაიმს ჩატარებულ 9 თამაშში 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. პერფორმანს ჰაიდენჰაიმის კომაგები გამოეხმაურნენ. ქართველი ტერმინატორი საქმეშია. ბუდუ ძალიან მაგარ ფორმაში შედის და იმედია კიდევ ბევრ გოლს გაიტანს. გოლის მომენტში ისე შეასრულა, როგორც მაღალი დონის ფორვარდს შეეფერება. თუ ბუდუმ ასე თამაში გააგრძელა, ბუნდესლიგაში დავრჩებით. მაღალი დონის პერფორმანსი ბუდუსგან ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბუდუ გამორჩეული იყო. წერენ ჰაიდენჰაიმის ფანები. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.